გამარჯობა პატივცემულო გამას მაყურებელო, მე ვარ მაესტრო გიორგი გოჩელეიშვილი, თქვენ კი იმყოფებით გამა ნიუსზე, ჩვენ ვიწყებთ. მაშასე მეგობრებო, ჩვენი რანკინგები ტრადიციულად ყოველი შეჯიბრის მერე როგორც ხდება განახლებულია, გადადი გამა FC.GZ-ზე, ნახე ვინ აიწია, ვინ ჩამოიწია, ვინ განიცადა აღმასვლა და ვინ კი დაღმა დაეშვა. და რა თქმა უნდა, დამიწერე აქვე კომენტარებში თუ რამდენად ეთანხმები ან არ ეთანხმები ჩვენს შეფასებას. შემდეგი შესანიშნავი ამბავი, რომელიც აუცილებელია რომ თქვენ განდოთ, არის ის მომენტი, რომ გამა გრეპლინგი იგივენაირად როგორც მუშტიკრივი უკვე ლიდერბეტზეა. და რა თქმა უნდა, იმაზეც ღირს ყურადღების დათმობა, რომ გამა გრეპლინგის შეჯიბრი ამ თვეში თებერვალში, ანუ ორჯერ ჩატარდება. ანუ 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ჩვენ ჩავეხუტებით ერთმანეთს გამა Fight Hall-ში, სადაც უსასტიკესი ივენთი გველის. Cosa Nostra დაეჯახება Black Eagles, რაც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უსანახაობრიესი ივენთი იქნება გრეპლინგის და გამა გრეპლინგის ისტორიაში. ადევნეთ თვალი, შეიძინეთ ბილეთები წინასწარ, გამოიყენეთ გრეპლერების და არა მარტო გრეპლერების პრომოკოდები და შეღავათიან ფასად დაითრიეთ ბილეთები. რა თქმა უნდა, ეს გრეპლინგიც, როგორც ყველა ჩვენი შეჯიბრი, გამა TV-ზე გავა, ანუ გამა FC.TV-ზე, ყველას ვისაც გაქვთ გამოწერილი გრეპლინგი ან სრული პაკეტი, შეძლებთ ამ შეჯიბრებების ყურებას. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, it's high time მეგობრებო, რომ გამოიწეროთ. ცალკე ყურადღება მინდა დავუთმო იმ მომენტს კიდე, რომ 14-ში სუპერ ფაითები არ იქნება. ვინაიდან ეს ორი გუნდი იმხელა ყურადღებას მიიპყრობს, რომ სუპერ ფაითებით მათი გატრუხავება არანაირად არ მინდა. ამიტომ სუპერ ფაითების მაგივრად თქვენ გელით პრელიმ ფაითები გრეპლინგშიც, კი ბატონო, შევახურებთ ამ ქართს 14-ში პრელიმ ფაითებით, სადაც ყველამ უკვე ნახეთ და შეიყვარეთ ეს ახალგაზრდა გრეპლერი ვასო თვალიაშვილი. მას იხილავთ და კიდე ბევრს რა, გადადით TikTok-ში, ჩვენს საიტზე gamafc.gz და ნახეთ რა შესანიშნავი პრელიმ ფაითებით არის აღჭურვილი ეს ქარდი და რა თქმა უნდა, ნახეთ თუ რა შემადგენლობა გუნდებისა Black Eagle BJJ და Cosa Nostra. რა თქმა უნდა, უყურადღებოდ ვერ დარჩება შემდეგი გრეპლინგის შეჯიბრი, რომელიც ჩატარდება 21 თებერვალს. 21 თებერვალს ერთმანეთს დაეტაკებიან Lock and Choke International და Legion ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ. აქაც მეგობრებო, სერიოზული ცვლილებებია გუნდებში, გადადით ჩვენს ვებგვერდზე და იხილეთ თუ ამჯერად ვინ წარმოადგენს ერთ გუნდს და მეორე გუნდს, ასევე დამიწერეთ კომენტარებში თუ თქვენი აზრით ვინაა ფავორიტი და ვინაა ანდერდოგი ამ გუნდებში. რავი, თუ გინდა ვივანგაოთ ცოტა და რამდენი დამთავრდება ანგარიში, ეგეც რო დამიწეროთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის. ბევრს უკვე კომენტარებში ვპასუხობთ, ბევრთან კამათში შევდივარ და ასე შემდეგ. იგივეს გავაგრძელებ, ამიტომ საინტერესო თემებზე ვიკამათოთ, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება. ეს ქარდიც, რა თქმა უნდა, იქნება აღჭურვილი პრელიმ ფაითებით, შეგიძლიათ გადახვიდეთ უკვე ნახოთ და რაც თავარია, ჩემთვის ძალიან საინტერესო, დავით ბადურაშვილმა გამოიწვია ლეო ბუაჩიძე. დავით ბადურაშვილი ყველა ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი პერსონაა და პერსონაჟი, არ შემწხვება ამ სიტყვების, როგორც თვითონ განაცხადა, ბავშვობაში დადიოდა ჯიუ-ჯიტსუზე, ამიტომ ლეოსარელის ადვილი გაგულავება. მე პირადად ეს მომენტი ძალიან ინტრიგაში მაგდებს, ბოლომდე ბადურაშვილს ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ როგორც თვითონვე თქვა, ლეო ბუაჩიძე არის საკმაოდ გამოცდილი ჯიცერი. ამ გამოცდილებასთან ერთად მე მგონი წონითი უპირატესობაც აქვს, თუმცა ვნახოთ აბა როგორ გაართმევს ბადურა თავს. თუ დრო დამითმო და მენდო მე მას გავახსენებ ჯიუ-ჯიტსუს წავიყვან ჩვენს პარტნიორ დარბაზებში და პატარა მომზადებაში ხელს
შეუწყობ, რაც იმედი მაქვს, რომ დაეხმარება ლეოსთან სათანადო წინააღმდეგობა რომ გაუწიოს. ლეო ბუაჩიძე, ვისაც არ გახსოვთ, მასთანაც აქვს გამას ისტორია და შეგახსენებთ, საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდი ხნის წინანდელი ისტორია, არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ მეგობრებო, როგორც ინდურ კინოში ისე დაგვილაგდა მე და ლეოს ურთიერთობა, დღესდღეობით ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, ამიტომ მიხარია რომ საბრძოლო სპორტში როგორც ყოველთვის 90% შემთხვევებში სერიოზული ჯახის მერე მებრძოლები, ამ შემთხვევაში გრეპლერები და ამ შემთხვევაში მე და ლეოც როგორც ორგანიზატორები დავმეგობრდით და უკვე სულ ვითარებაა და სულ ურთიერთობა ჩვენს შორის. რაც კიდევ უფრო შემატებს ბადურა და ლეოს ჯახს, ინტრიგას. და რა თქმა უნდა, დავივიწყებთ კიდევ ერთხელ, რომ Lock and Choke International ლეგიონის წინააღმდეგ გამოვა ამჯერად. შემდეგი ნიუსი, რომელიც მინდა განდოთ, რა თქმა უნდა არის Gamma Tail, უпростоრედ Gamma Tail. ბევრმა არ იცით, ბევრმა ჩვენ მაყურებელმა, ვინაიდან ეს ფილმი, ეს ჰოლივუდის ბლოკბასტერი ძალიან დიდი ხნის წინაა გადაღებული. A Bronx Tale, მეგობრებო, ამ კინოს საპატივსაცემოდ არის ეს ივენთი წოდებული Gamma Tail და რა თქმა უნდა პრინციპული მტრები არ შემწხვება ამ სიტყვის, როგორიც არიან პიტბული და ლევან ციკლაური, როგორც იქნა დაეჯახებიან main card-ზე 60 კილოგრამის ვაკანტურ ტიტულისთვის ერთმანეთს. სერიოზული ორთაბრძოლა გველის, არ არის არავისთვის საიდუმლო, რომ გუდიანი არის აშკარა ფავორიტი ამ ბრძოლაში, თუმცა პიტბულს არაერთხელ გაუკვირვები ვართ, არაერთხელ გამოგვაკლებია, ამიტომ ჩემთვის ეს ბრძოლა ძალიან საინტერესოა. ამ ბრძოლაზე ვმუშაობდი წელიწადზე მეტია, ნაირნაირი ფაქტორები გვიშლიდა ხელს, თუმცა ეს ბრძოლა შედგება, აგერ ნიჩურტები მიკავია, შეგახსენებთ, ვინცობა თუ ნებისმიერ მებრძოლს რამე დაემართა. აკა კაკრიაშვილი აზღვევს ამ ბრძოლას, ამიტომ ნიჩურტები დაიკავეთ ჩემთან ერთად და დაველოდოთ 28 თებერვალს. იმედია ყველაფერი შედგება და ძალიან მაგარი ჯახი შიშველმუშტებზე გველის ამ ივენთის main card-ში. ეს ივენთი აღჭურვილია უსასტიკესი ბრძოლებით, 10-ვე ბრძოლა არის ძალიან მაგარი. გადადით გამას webpage-ზე gamafc.g ნახეთ თუ რა მაგარი ბრძოლებია. Co-main events დაუთმობ ყურადღებას Iron Lasha ბულდოზერის წინააღმდეგ იჩხუბებენ წინა სატიტულო ბრძოლას და ესეც ვფიქრობ, რომ ამ კარდის მხოლოდ დამამშვენებელი სიტუაცია. სამწუხაროდ შერხან ალპაგუ მიუხედავად ძალიან დიდი ხანი და ბევრი ბლატაობისა ჩაეხსნა ჩემთვის ძალიან აუხსნელი და ძალიან საკითხავი ვითარებით, მიზეზებით. პირდაპირ გამოვხატა უნდობლობას. ვინაიდან ისე როგორც მოხდა, მე არ მჯერავს, რომ შერხანს ტრავმა. თვითონ მე უკვე რამოდენიმე დღის პაუზის შემდეგ, უკვე 20 თუ 30 მიწერილი მესიჯის შემდეგ, უკვე მისი მენეჯერის ჩარევის შემდეგ და ქართველების ვინც თურქული იცის, მამია მადლობა და კანჰოშგორის მე იკადრა პასუხი, რომ თურმე ტრავმა აქვს, რის შედეგადაც მე ვთხარი, რომ აუცილებელია წარადგინოს დამადასტურებელი საბუთები, თუ ასეთი სერიოზული ტრავმა აქვს, რაც მან არ იკადრა. ამიტომ მისი ბედი გამაში დიდი კითხვის ქვეშა, მეგობრებო, პირდაპირ ვეტყვი. მას აქვს კიდე რამოდენიმე დღე, რომ წარადგინოს სათანადო საბუთები, იმის დამადასტურებელი, რომ ტრავმა აქვს, მაგრამ თუ ეს არ გააკეთა, მიუხედავად შენაპირებისა, გუშინ უნდა გამოეგზავნა და დღემდე არ მაქვს არანაირი საბუთები, თუ მან ეს არ გააკეთა, შერხან ასტალავისტა და შენაერი მებრძოლები გამაში არ მჭირდება. ამდენი იბლატავე ძმაო, ამდენი გამოწვევა გააკეთე. მე დაგიკმაყოფილე. ნიკა ბოიკასთან გაჩხუბე, ვარსკვლავი დაგითმე. შენც მაგრად რეშთოქაობდი, მაგრამ როგორც გაირკვა, სამწუხაროდ, შენ არ შეგიძლია სიტყვებზე პასუხი აგო. პირდაპირ უნდობლობას გამოგიცხადე ფაქედან, არანაირი საბუთი არ წარადგინე, ძალიან კითხვების მომღრელ ვითარებაში ჩაეხსენი ამ ბრძოლას. ასეთი ტრუხა ბაზარი მე არ მჭირდება, ასეთი ტრუხა
სატრეშ-თოქი ერთ ადგილში გასაკეთებლადაც არ მინდა, პირდაპირ ვიქნები რა. ან წარადგინე საბუთები, ან იქ იჩხუბე, სადაც აქამდე ჩხუბობდი და გამაში შენთვის გზა ჩაკეტილი იქნება. ამაზე მეცაც ვიტყვი, მეგობრებო. ის თურქი მებრძოლები, ვინც ასე იქცევიან და სამწუხაროდ პირდაპირ ვიქნები, უშუალოდ თურქებისგან დავინახე ასეთი არასერიოზული მიდგომა გამასთან. არ მჭირდებიან რა. ამიტომ პირდაპირ ვეტყვი, ემირჩან, კლანის ჩემპიონი, რომელმაც ბადო გამოიწვია ჯერ კიდე სექტემბერში, იქიდან მოყოლებული ჩვენთან მოლაპარაკებებშია, ხელშეკრულებაც გაუგზავნეთ, მაგრამ დღემდე არ მოაწერა ხელი, თუმცა შეთანხმებული ჰქონდა ყველა პირობა და მე რო ვკითხე შერხანთან ერთად, რომ სად ხარ, სად დაიკარგე და იგივე შენ რატო არ აწერ ხელშეკრულებას ხელს, ყველა პირობა გავლილი ჰქონდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი და მივაპასუხე, რომ თურმე ცოტა სუხდით და სხვა განაპირებს ჩხუბს. ეს კიდე მისაღებია ასეთი ვაჭრობა, რომელიც, მე არ ვთვლი ეკოლოგიურად, თუმცა ეთყობა თურქეთში მოსული თემა. ეს კიდე ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ტიპმა, რომელიც ხელშეკრულება დაგვიდო, 2 თუ 3 თვე თრეშტე თოქაობდა, იწვევდა ბოიკას და ასე შემდეგ. ბოლო მომენტში, როცა ყველაფერი შეთანხმებული იყო და ბრძოლა ჩანიშნული იყო, ჩაეხსნა. მე ვწუხვარ, რომ ამ ხელა ჩრდილი აცხო მან ზოგადად თავის თანამემამულეებს. ვწუხვარ, რომ მე პირადად უკვე დიდი საკითხი მაქვს, მიღირს თუ არა მასთან კონკრეტულად საქმის დაჭერა და ზოგადად ემირჩანისგან რეკომენდებულ მებრძოლებთან, რომლებიც არაერთი კლან-FC-ში იბრძვიან, არაერთთან უკვე გვაქვს კონტრაქტი დადებული და ბრძოლაც აქვთ ჩანიშნული. მე ვიმედოვნებ, რომ შერხანისსავით არ მოიქცევა არც ერთი და პირიქით თავის იმიჯს გაამყარებენ, აქამდე ძალიან საკითხის ქვეშ დააყენეს. პირდაპირ ვიქნები, გამა MMA 2-ზე, რაც მაგათმა გააკეთეს, ყველა თურქი პირველივე წამებში გაანადგურეს უბრალოდ. ვაბრალებდი იმას, რომ ჭიდაობის სკოლა არ აქვთ, კარგი და ეთყობა, ოკეი, სტრაიკერები არიან, თუმცა ამ ვითარებამ პირდაპირ გასცა ჩემს ბევრ კითხვას პასუხი. უბრალოდ ლაპარაკში არიან ძლიერები და საქმეში, როგორც ჩანს, არც ისე მაგრები არიან. ამიტომ მე კიდევ ერთ ბოლო შანსს მივცემ, შერხანს აქვს დრო, რომ წარადგინოს საბუთები. ბოიკა გამოიწვია მეგობარმა ბარან კაბაკმა, რომელიც არის 93 კილოს მებრძოლი, MMA-ის მებრძოლია. ჩემთვის პირდაპირ ვიქნები, საკითხია, რადონის მებრძოლია, თუმცა დაუკმაყოფილებ ამ გამოწვევას, ხელშეკრულებაც გაგზავნილია, თუ მოაწერს ხელს, გახდება გამას მებრძოლი და ექნება შანსი შეებრძოლოს მარტში ბოიკას. სხვებზეც იგივენაირად რამოდენიმე თურქი მებრძოლი იგივე ქარდზე მარტში აპირებს ბრძოლას და არა მარტო მარტში, აპრილშიც. თუმცა იგივენაირად თუ მოხდა ჩახსნები ერთ ადგილის თამაში, მე ეგენი აღარ მჭირდებიან. ამიტომ ეს ბოლო შანსია, ვიმედოვნებ, გამოიყენებთ მეგობრებო. მე ვთხოვ თურქებს, რომ გადასცენ ეს მომენტი, აუცილებლად მათი გასაგები იქნება. მე ზოგადად არ მაქვს არც ერთ უცხოელ მებრძოლთან პრობლემა. მეგობრებო, თქვენ მე ვამაყობ იმით, თუ რადონის ბიჭები მოვაწერეთ უზბეკეთიდან, ძალიან მაგარი ბრძოლები დადეს, მიუხედავად იმისა, ვინ წააგო და ვინ მოიგო. საჩემპიონო დონის ბიჭები არიან. კონკრეტულ სახელებსაც დავასახელებ, დავლადბეკ მარაიმოვი და სამანდარ ენიბაევი, ჩემი სიამაყე არიან და არც ერთი, ასე ვთქვათ, წამი მათზე დახარჯული არ მენანება. იგივე შემიძლია ვთქვა იმ თურქ მებრძოლებზე, რომლებიც არიან აშურხან ბაასი და კან ჰოშგორი, ამ ბიჭებით მე ვამაყობ და აი ასეთი თურქები, ასეთი მებრძოლი თურქები, რომელიც არა მარტო ენით, არამედ მუშტებით და თავის საბრძოლო სკილებით არიან მაგრები, ჩვენი კარი, მეგობრებო, თქვენთვის ღიაა და ვინც სიტყვას საქმით არ ამაგრებს, დროს ნუ დახარჯავთ, ნურთ ჩემსაც და ნურს თქვენს ერს, ნუ შეურაცხყოფთ თქვენი საქციელით. აი ასეთი პირდაპირი მომართვა. შემდეგი ძალიან ჩემთვის სასიამოვნო ამბავი და ვთვლი, რომ ზოგადად ქართულ საბრძოლო სამყაროსთვის არის ის მომენტი, რომ გამა და მუაი-ტაის ლიგა, რომელიცაა GFL, არიან დღეიდან პარტნიორები. GFL-ის შეჯიბრი ჩატარდება გამა Fight Hall-ში 23 თებერვალს, ძალიან მაგარი მუაი-ტაის ბრძოლები გველის. ასევე მინდა ვთქვა, რომ TFC ასეთი სამოყვარულო MMA-ის ლიგა, რომელიცაა
TFC ასევე ჩვენი პარტნიორია და მათი შეჯიბრიც უახლოეს დროს გამოქვეყნდება ჩვენ საიტზე, ჩატარდება გამა Fight Hall-ში. როგორც თქვი, GFL-ი უკვე 23 თებერვალსაა ჩანიშნული, შეგიძლიათ მათი ბილეთები წინასწარ შეღავათიან ფასად შეიძინოთ ჩვენს ვებგვერდზე და რა თქმა უნდა, GFL-იც და TFC-ც ჩატარდება გამა Fight Hall-ში, როგორც აქამდე ვახსენე და რა თქმა უნდა, გამა FC.TV-ზე გავა მათი პირდაპირი ტრანსლაცია. უშუალოდ ვისაც გაქვთ შეძენილი full package 25 ლარიანი შეძლებთ ამ შეჯიბრების პირდაპირ ეთერში ყურებას, ვისაც არ გაქვთ შეძენილი მალე დაიდება პროდუქტად გამა FC.TV-ზე და ასევე შეძლებთ ცალკეულად მაგ შეჯიბრებების შეძენას. გამა იზრდება იგივენაირად როგორც გამა FC.TV, ჩვენ გვინდა ზოგადად ეს არხი ქართულ საბრძოლო ხელოვნებების Fight Pass-ად ვაქციოთ, ამიტომ დაგვიჭირეთ მხარი, ამით უფრო საინტერესო კონტენტს გავხდით თქვენთვის მაყურებელს და ზოგადად ქართულ საბრძოლო სპორტსაც გავანვითარებთ. არა მარტო MMA-ს, არა მარტო Grappling-ს, არა მარტო მუშტიკრივს, უკვე Muay Thai-ც შეგვემატა და MMA-ს სამოყვარულო ლიგაც მეგობრებო. ამიტომ შევიკრათ კიდე ერთ მუშტად, გავძლიერდეთ და ყველა ლიგებს, ყველა საბრძოლო ლიგებს მოგიწოდებთ, ვისაც გსურთ ასეთი თანამშრომლობა ჩვენთან, ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა, მეგობრებო. და რაც მთავარია, ბევრი გვიწერს, ბევრი ჩვენი გულშემატკივარი და ბევრი ვითომ გულშემატკივარი. მოკითხვა შენ არ დაგასახელებ, თუმცა ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. კომენტარებში გქონია კითხვა-პასუხი. ნუ აგვიკლე მეგობარო, კომენტარებში არავინ გიპასუხებს, fake პროფილით რო გვიკლებ მით უმეტეს, თუმცა შენთვის სასიხარულოდ გამა MMA 7 მარტს ჩატარდება და ცალკე საყურადღებო ქარდია, ვინაიდან ასეთი ბრძოლები ხშირად არ ტარდება. გადადი გამა FC.G-ზე, ნახე თუ რა მაგარი ქარდით არის აღჭურვილი გამა MMA 5 და შეიძინე ბილეთები წინასწარ. შეღავათიან ფასად. გამოიყენე ჩვენი მებრძოლების პრომო კოდი, ამითი ჩვენს დაგვეხმარები, შენ თავსაც, უფრო შეღავათიან ფასად იყიდი და რა თქმა უნდა მებრძოლსაც. თავისთავადია რომ გამა MMA 5 გავა გამა FC.TV-ზე, აქაც შეგიძლია გამოიყენო პრომო კოდი, შეიძინო შეღავათიან ფასად. მეგობრებო, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ამბები. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ გამას YouTube არხი და არა მარტო YouTube არხი. ძალიან საინტერესო კონტენტი გვიდევს TikTok-ზეც, Facebook-ზეც და რაც თავარია, თქვენი დახმარება გვჭირდება საერთაშორისო დონეზე. მივიწევით სერიოზულად, უკვე არაერთი საერთაშორისო დონის ქართველი მებრძოლი ყავს და არაერთი საერთაშორისო დონის უცხოელი მებრძოლები ყავს მოწერილი ყოველივე დარგში, ამიტომ წამოყვევით Instagram-ზე. Instagram-ი არის ის პლატფორმა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა აქცევენ ყურადღებას და თქვენი წამოყოლა იქ გვჭირდება ყველაზე ძალიან ამჯერად. ნუ, რა თქმა უნდა, გამა TV-ს მერე. თუმცა, რავი, ყველგან გვჭირდები, ძმაო, თუ დაო, თუ ვინც გინდა იყო, გაგვამაგრე და ჩვენს შენს თავისუფალ დროს ძალიან მაგარი კონტენტით გავამაგრებთ. რას გონზე ვართ? დავიწყეთ. გამა!